EUTOS მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში EUTOS მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება კი EUTOS მინსკის პროცესის დასრულებას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს დაეთმობა. განცხადების თანახმად საქართველოში შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე. ძირითადი აქცენტით EUTOS მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად. სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა 26 ოქტომბერს 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა დაანონსეს. განცხადება მათ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გააკეთეს. საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. 26 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველის მოატყუა. ღირსებით წაყვანას დაპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდების თანავე უღალატა. რეალურად 2024 წლის 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად. ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი. ჰამასმა 20-ვე დარჩენილი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ორ ეტაპად მოხდა. თავიდან ჰამასმა წითელ ჯვარს 7 მძევალი გადასცა, შემდეგ კი დარჩენილი 13. ისრაელის მხარისთვის გადაცემის შემდეგ მძევლები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მერე კი ახლობლებს ხვდებიან. გარდა ამისა, ისრაელის სასჯელ აღსრულების სამსახური აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში 1968 პალესტინელი პატიმარი და დაკავებული გათავისუფლდა. შემდეგ ეტაპზე ისრაელში ტყვეობაში დაღუპული 27 მძევლის ცხედარს მიიღებენ. ისრაელს ასევე გადაეცემა 2014 წელს მოკლული ჯარისკაცის ნეშთი. დონალდ ტრამპი თელ-ავივში ჩაფრინდა. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰამას შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ რუსეთზე ფოკუსირება სურს. ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა, თუმცა მისი თქმით თავდაპირველად რუსეთზე უნდა ფოკუსირდნენ. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს, წინააღმდეგი თუ არ ხარ სტივ ვიტკოფ, მოდით თავდაპირველად ფოკუსირდეთ რუსეთზე, აღნიშნა დონალდ ტრამპმა სენატში სიტყვით გამოსვლისას. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ახალი მთავრობა წარადგინა, 2 დღის შემდეგ, რაც თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა. ახალი კაბინეტი როგორც საჯარო მოხელეებისგან, ისე პოლიტიკოსებისგან შედგება. მათ შორის არიან ისინი, ვინც ლეკორნუმ გასულ კვირას მთავრობის ფორმირების პირველი მცდელობისას მიიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ 10 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგომიდან 4 დღის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კიევში ჩავიდა. კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დისკუსია ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. ევროკომისარის თქმით, ვიზიტი ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების დემონსტრირებაა.